გრძივით არის მარია მაგდალინელის სახელობის ტაძარი, რომელიც სასაფლაოზე იდგა, შტეფანდომის გარშემო სასაფლაოზე და ემსახურებოდა წესის აგებას და სხვადასხვა მიცვალებულისთვის განკუთვნილ მსახურებას. აი ქვევით კი, აი ეს არის უკვე ვირჯინკაპელე, რომელიც იყო მიწის ქვეშ და აღმოჩენილი იქნა 1973 წელს მეტროს U1 ხაზის გაყვანის დროს. ეს ერთმანეთის ისე ვთქვათ, ქვევით იყო, ზემთ იყო მარია მაგდალინელის კაპელა, ქვემოთ იყო ვირჯილ კაპელა. როდესაც სასაფლაოები გაუქმდა შტეფანდომის გარშემო, მარია მაგდალინელის კაპელა ძალიან მალე მას შემდეგ დაიწყო და უკვე აღარც აღუდგენიათ და დაივიწყეს ორივე, მარია მაგდალინელის და ვირჯილ კაპელაც. დღეს ვართ მუზეუმში, რომელიც ამ აღმოჩენილი მიწისქვეშა ტაძრის ისტორიას და ძველ ვენას ეძღვნება. ყოველი თვის პირველ კვირა დღეს აქ შემოსვლა არის უფასო. ისე არის სულ რაღაც 6 თუ 7 евро, აღარ მახსოვს, მაგრამ თუ დრო და ფინანსები ხელს გიწყობ, ნამდვილად ღირს აქ შემოსვლა.